დაგჭირდება საიმისოდ, რომ თხას თავი მოვაწონოთ და პირველ რიგში ფერი, შემოკარგავით, მწვანე ფერი, თბილა არ ვარ მე ამ ფერში. დღეს გამოცხობილი ძირითადი ფერი არის მწვანე, არავითარი ლურჯი ცისფერი. ლურჯი ცისფერი ერთ-ერთი ფერია. ასევე არის ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, ოქროსფერი, აქსესუარები შეიძლება გამოიყენოთ წითელი ფერი, ეს ყველაფერი აქტუალურია, მაგრამ მთავარი ფერი არის მწვანე. შავი და თეთრი ტონებია, ფერები არ არის, ამიტომ ნებისმიერ კომბინაციაში თუ მოგწონთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე ეს ტონი. ეხლა რაც შეეხება საკვებს, ესე იგი, პირველ რიგში სიმბოლიკა კონდეს თხის მაგიდაზე და სიმბოლიკა ცხენის, იმიტომ რომ ცხენი ჯერჯერობით გრძელდება ცხენის წელიწადი, 19 თებერვალიდან შემოდის თხა. ანუ ცხარი, მოდით ვთქვათ ასეც, ხო? ორივე. და ამიტომ ორივე სიმბოლიკა კონდეს წინ დაუდოთ პატარა ნატეხები შაქრისა, ორივე ძალიან უყვარს, ბოსტნეული სიმბოლურად და მწვანილეული. ეს როგორც ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატოთ მადამი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მასპინძლები წლისა იყვნენ ასევე იძნო მათ პატივისცეს და შესაბამისად მათი კეთილ განწყობას თქვენდამი აქედან გამომდინარე მოიმატებს. შესაბამისად ეს პარამეტრი ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავთვალისწინოთ. შემდგომ რადგან ორივე არის მფარველი ითვლება აღმოსავლეთში ბავშვებისა, კარგი იქნება თუ ჩვენ გვეყოლებიან ბავშვები დიდი რაოდენობით. შრიამული ბავშვების ექნება საუკეთესო ენერგეტიკული მუხტი. ეხლა ნაძვის ხე მნიშვნელოვანია რატო? იმიტომ რომ ერთი ხისტიქია, ხისტიქის წელიწადია, თხის, მწვანე თხის ხისტიქის წელი იწყება. და აქედან გამომდინარე, ხე რაც მეტი გვექნება ატრიბუტების სახით, ხის თავშეც შეიძლება იყოს ნაკეთობები, ჯამები, კობზები და შემდგომ მაგიდაზე მით უკეთესი. თუ ნაძვის ხე ხის არის გადასარევი, თუ არა გვაქვს ამის საშუალება, მაშინ გვერდით დაუდოთ ჩიჩილაკი, როგორც ხის ატრიბუტი. ხეს არის წინსვლის, ეს არის განვითარების, ეს არის გამრავლების ერთ-ერთი ფაქტორი. აუცილებლად გამოიყენოთ მოდი კვახი. კვახი, ულმი, დავცვათ ახალ წლამდე. ამოვიღოთ იქიდან თესლი, ეს თესლი დავყაროთ პატარა რაოდენობით თუნდაც ჩვენთან სამზარეულოში და ბიროამდე იყოს იქ. შესაბამისად ეს რა არის? ეს არის სიმბოლო მატერიალური მოზიდვისა, ფინანსების შემოტანისა, ხო? გოგრის თესლი. გოგრის თესლი, რაც ძალიან კარგია. და გამოიყენოთ კიდევ ესეთი რიტუალი, სანთელი, თუ გვაქვს მწვანე ფერის გადასარევი, თუ არა იყოს ნებისმიერი სხვა ფერი, 1 ან 3 სანთელი. ნახევარი საათით ადრე, ახალწლის დაწყებამდე, მოდით პატივი მივაგოთ განვლილ წელს, მადლობა გადავუხადოთ მას და თან უყურებთ კონცენტრირებულად სანთელს. აგზავნით ამ აზრებს. ნახევარი საათის განმავლობაში. არა, რამდენიმე წუთი. ნახევარი საათით ადრე ეს პროცედურა. თუ რაიმე ცუდი მოხდა, ამ სანთლის მეშვეობით გააყოლეთ წასულს, იმიტომ რომ სანთელს აქ ენერგია ძალიან ძლიერი ცეცხლისტიქია, იგი არის გადამტანი ხშირად ენერგიების მათ შორის აზრებისა და ამიტომ ეს პროცედურა გავაკეთოთ ნახევარი საათით ადრე, რომ გავაყოლოთ ყველაფერი ვარყოფით წინა წელს და მადლობას გადავუხადოთ ყველაფრისთვის და სადღაც 5 წუთით ადრე ახალწლის დაწყებამდე იგივე სანთელს შევუთქვით რა გინდათ რომ მოხდეს, რა უცნობა გაქვთ რომ მოხდეს 2015 წელს. და ესეთი ანტებული სანთლით გადავიდეთ შემდგომ წელიწადში. და კიდევ მნიშვნელოვანია რა, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი საკვები ცხრის ხორცის გარდა. არ უნდა იყოს ცხრის ხორცი, ეს რაცხენინოთ. რასაკვირველია, მაგრამ პატივიცეთ როგორ, მაგალითად აი ალბატონები თუ დაიხვევენ თვებს, ეგრეთ წოდებული ბარაშკა, ხო? გადასარე იქნება ამით, მივაგებთ პატივს, მაგრამ ცხრის ხორცი არა. ცხრის ქურქი არ გვაქვს და ასე შემდგომ. ეს გამოვირიცხოთ. დანარჩენი ნებისმიერი საკვები, მამაპაპური საცივიდან დაწყებული და დამთავრებული, დაუშვათ ანანასი და ბანანი და სხვა ეგზოტიკური პროდუქტებით, კი ბატონო, არანაირი უკუჩვენება ჩვენ არ აქვს. დასთავარი, ესე იგი, ძალიან ვიხმაურებთ, ახლა რასაკვირველი იქნება სთხოვა გასაგები, მაგრამ ზედმეც ნუვიზავთ, რომ თხას ეშელია. და ზედმეტი ხმაური არ აქვს. ეს არის მშვიდობიანი ნიშანი, რომელიც მთავარი გზავნილი კოსმოსიდან რა არის 2015 წელს. მაქსიმალურად ნებისმიერი პრობლემური საკითხი სახლშია თუ სამსახურში თუ ქვეყნებს შორის ხდება. ყველას ეხება ეს. მაქსიმალურად ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ მშვიდობიანად, დელიკატურად, კომპრომისების გამოვლენით და დიპლომატიის გამოყენებით. აი ესეთი ადამიანი იქნება წარმატებული. ყველა აგრესორი იქნება ფრიად წარმატებული თხის წელიწადში.